მოგესალმებით, თქვენ მომესალმეთ. ნახე რა მანქანიდან გადმოვედით. მე უნდა მოგესალმოთ. პოიტოქში ყველა კომენტარებში მოსალმება დაწერა. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვიღებთ ახალ vlogs. ნაგეროთ ხედავთ, ჩვენთან ერთად გელიგი არის. ჩვენი ლეგენდარული ბანანი. რომელიც მთელ სოფლიოზე გუგუნებს და ეს ლეგენდარული გელიგი რა. აი ცოტათი ძროსლი კამანდა ხო იცი ეხლა რაც გაძარს და აუ ძმა აი ბრიგადაში ბრატ მასეთი მე აუ როგორ მევასებოდა და მეც მევასება ძალიან ლამაზი ვიდეო ძალიან მაგარი არის აი იმენა იცი როგორი თემა არის აქედან რომ გადმოდიხარ აი როგორც მე უნდა გეცოს რა ანდაჟე ცოტა შეიძლება უფრო შავი რა და ყველაზე მაგარი იცი რა არის აი ხო გადმოდიხარ რა ძალიან მაგარი დიხარ ჯერ ხო რომ მოხვედი რა და მოიცი აი ძალიან ახლოს მოიცი რომ ეხმან გაიგო რა ნახე და ახჩი და უკვე ყველამ გაიგო რა საიდან გადმოხვედი რა და ეხა მე რო გადმოდივარ CLS-დან მე ვისვადარდებ აი აქედან რო გადმოდის კაცი ან იცი როგორ აი ხო ხდები რა აი უკვე ფასი ამეწია რა ხო ხდები რა დაჟე YouTube-ში ნახვებიც ამეწია რა вообще მესამე დრო დავეჯახუნა 50000 მეკნება. აჩი. რას თავარია მეგობრებო? აი, არ მოკვდა. ხო და რას თავარია მეგობრებო? თქვენ არ დაგავიწყოთ და ლაიქოთ ეს ვიდეო. იქით ჩვენი ბანანი დგას, ერთი წამით შეგახედეთ მაგაზე, არაფერი ისეთი ვიდეოებია. ერთადერთი რაც გავაკეთეთ, ყველაზე მაგარი გავრეცხეთ. ჩვენი ვლოგი თქვენ კი დალაიქეთ. ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი და ამით დაიწყება ჩვენი ვიდეო.
მარა, ამას ვერავინ ვერ გაიგებს ტყუიასავით. ნახე რას მიდის. გიო როგორ მოგეწონა იმ ხუთი გიო? მაგრამ თორემ ისე გამოვიდა რომ CLS-ის 63 არის ხუთი ეფათის პირდაპირ კონკურენტი, მაგრამ ორივე მანქანა მომწონს და რა ვაფასებ ორივე მანქანას უბრალოდ M5 არის უფრო გასართობი და უფრო საინტერესო მანქანა და CLS-ი ცოტა სხვა სტილი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ CLS-ი უბრალოდ კატაობდა, ჭერდა რაღაცა და M5 უფრო თუ გართობა გინდა და ახალგაზრდა. ისე ხმაც კარგი ქონდა რა, შვენიერი ქონდა. 8 ცილინდრიანი 4 ტურბო. X6M-იც მომეწონა მაგრად, ძალიან მომეწონა. მაგასაც მაგარი ხმა ქონდა და მაგრა მოდიოდა რა, რა სიტყვი? X6M-ი მართლა და რასაზე ხო მაგრა იდგავდა რა. რო საშუალება რომ მქონდეს აუცილებლად, აი მეორე მანქანად ვიყიდი მასე ჯიპს და ვივლიდი რავი მაგიფითაც ვივლიდი შეკრებებზე და ძალიან მაგარი იქნებოდა. ან X5M-ს ვიყიდიდი F15 კუზოვს. ან შავს ვიყიდიდი, ან ვერცხლის ვერცხლს. ამე კიდე რაღაცეებს შაუწერდი არა და ვაფშე იმინე 7-3-ამდე კატალიზატორს ამოვიღებდი, stage შაუწერდი, კაინის ფილტს დავაყინებდი და უკვე ავიდოდა 650-700-ამდე. რავი, ჩემი აზრით ძალიან მაგარი მანქანა არის. და კიდე იმასაც ნახავდით მეგობრებო, რომ გელიკი იყო ჩვენთან მოსული, აი ძველი გელიკი, როგორც ბრიგადებში რო არის. ეგ მანქანა ძალიან მომწონს რა. უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან ისეთია რა, უფრო ზროსლი ბიჭებისთვის არის. ახალგაზრდა ბიჭი მგონი არ იყიდის, უფრო მეტად იყიდის X5M-ს ან X6M-ს, რავი, უფრო მასეც და გელიკი უკვე სულ სხვა დონე არის რა, მაგრამ გემოვნების ამბავია. კაი, ეხა მითხარი Tesla-ზე რა სიტყვი? Tesla იყო სასწაული მეგობრებო, ეგ იყო, არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა რაში ჯდარ ვარ. აჩქარების მომენტში ეგრევე სკამზე მაკრობდა და აი იყო სასწაული. ხო გაქვს ჩაწერილი, ხო მერე? კი, აი ჩაწერილი მაქვს ზუსტად ამ მომენტამდე გამოჩნდება ის, რომ მე და მამა ერთად ვიჯექით Tesla-ში და 4 კაცი ვიჯექით და მაინც სასწაულად ჩქარდებოდა, როგორც ვიცი 1024 ცხენის ზალა აქვს და სასწაული რაღაცა არის რა. და როგორც პატრონისგან გავიგე, თუ არ ვწდები 30 თუ 25 ლარის დატენვით გადის ჩვეულებრივ რეჟიმში 500 კილომეტრს და გაზაობით და ისე დადის ესე 1-250-300, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. იავი, ნორმალური შეკრება გამოვიდა. კორვეტიც მოვიდა, ხო? ორი კორვეტი იყო, ერთი ჩვენი მეგობრის ნიკასი და ერთი კიდე მაგისი მეგობრის იყო, ჩვენი პეტრე სულ ჩვენთან ერთად არის. ეხა კიდე გამოვა რამოდენიმე ახალი ვიდეო Instagram-ზე პეტრესთან ერთადაც და პეტრეს Instagram-იც იქნება ჩვენთან ქვემოთ აღწერაში და აფოლოვეთ, მაგარ გათამაშებებს აკეთებს და It's an emergency, cowards tried to murder me from hood to the birds. Every one of you niggas heard of me shit. I'm legendary, nigga, scary and paralyzed. Nothing more I despise than a liar. Cap time, my mama told me when I was a senior. Listen to this motherfucker, why these devils set me free? I proceed to make them shiver when I deliver criminal lyrics from a worldwide mob figure. Thug niggas from everywhere, Mr. Machiavelli. Niggas is waiting for some thug shit, that's what they tell. So many rumors, but I'm infinite, immortal outlaw. Switching up on you ordinary bitches like I'm sorry before you get left. And every breath I breathe until the moment I'm deceased will be another moment falling as a day. I grip the crowd, then I start again. Eternally I live in sin until the moment that they let me breathe again. The hard time I came back. I hustle with these lyrics as if it's a gang of crack. Thugging is in my spirit, I'm lost and not knowing. Scarred up but still flowing. Energized still flowing. To all my niggas engaged in making money in the 50 states. Keep your mind on your shit, a fucking punk bitch. No longer living in fear, my pistol close in hands. Convinced that this is my year like I'm the chosen man. It's like a throne that he don't even own. He won't sit down, give him a crown, he just throws it around. It's like a joke, he's like a king, but he don't rule a thing. He don't want the diamonds, want the gold, don't want the jewelry. He don't want the ring, don't want the loot, he's in it for the sport. Running circles round his competition on the court. He appreciates your support, but he ain't begging for it. And you can love it, you can hate it, but you can't ignore it. You can't
the one before it. And he was born and raised hell like them country boys. And if I'm frontin', then you better come confront me for it. He's no magician, man, the kid made something out of nothing. So now niggas from ასევე მინდა გითხრათ, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო ედიტი ამ YouTube ვიდეოდან, რომ ასევე მოხდება ჩემი Instagram-ში და ასევე მინდა თქვა, რომ ველოდები თქვენგან ედიტებს, ძალიან მომწონს ედიტები და ასევე მადლობა დიდი, ვინც აკეთებთ ედიტს და დროს გითმობთ. ყველას ვნახულობ, გიგულებთ, გიკომენტარებთ, მადლობა დიდი ყურადღებისთვის და ასევე მინდა ვთქვა, რომ ვიდეო ჩემი აზრით გამოვიდა ძალიან მაგარი. ნახავთ კიდევაც, ეხა ვიდეოს შემდეგ ბოლოში იქნება ის, რომ საბას M5-ის და X6-ის პატრონს მივეცით Lit Energy გავასინჯეთ, ჩემი აზრით მოეწონება, ნუ ამას უკვე ვიდეოს ბოლოში ნახავთ. ასევე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენი CLS-ი უკვე სულ ხოთზე არის და სულაც კაი ამინდები რომ გამოვა კიდევ უფრო მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ და უფრო მაგარ კონტენტს მოვხოდავთ. მადლობა დიდი ასევე ვინც Instagram-ზე მიჭერთ მხარს, იმიტომ რომ სულ მალე უკვე 35,000 ვიქნებით Instagram-ზეც. ასევე მინდა ვთქვა ის, რომ ძალიან მომეწონა, მინდა ვთქვა EGM5F-ი, იმიტომ რომ იყო 600-ზე მეტი ცხენი ქონდა, დაახლოებით 650 და X6M-ი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რავი რაღაცნაირი ძალიან მაგარი მანქანა არის 555 ცხენის ძალით 8 ცილინდრიანი დიდი მანქანა მე ძალიან მაგრამ მომწონს იმიტომ რომ მაგ კუზაოს F15 X5M-იც ძალიან მაგრამ მომწონს ერთი და იგივე ძრავიდევს უბრალოდ X6M-ი უფრო რაღაცნაირი სპორტული ვიდი აქვს რადგანაც უკან სხვანაირი ფორმა აქვს რა X6M-ს და თან რავი ჩემი აზრით უფრო ექსტრავაგანტული არის იმიტომ რომ ფერის განსხვავებულია და ასევე რავი ეგ ფერი რავი პირველად ვნახე ალბათ იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ფერია მაგრამ მინდა ვთქვა რომ ამ ვიდეოში ნახავთ მაგ X6M-ის ორ ცალს რომელიც ორივე იგივე ერთი და იგივე ფერი იყო ერთი იყო ჩვენი მეგობრის პეტრეს მეგობრის მანქანა იყო და ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს ძმას პეტრეს ვარამაშვილს რომ მოდის და მეხმარება სულ მეგობრებო ამით კი გაგრძელდა ვიდეო The motherfucking mountaintop. Heard motherfuckers talk, seen them drop. If I ain't got a weapon, I'ma pick up a rock. And when I bust your ass, I'm gonna continue to rock. Get your ass off the wall with your two left feet. It's real easy, just follow the beat. Don't let that fine girl pass you by. Look real close, cause strobe lights. We about to have a party. Turn the music, let's get it started. Go ahead and shake your butt. I'm looking for a girl with a body and a sexy strut. Wanna get it poppin', baby, step right up. They act retarded. Some girls are body. I'm looking for a girl that will do whatever the fuck I say every day. She be giving it up. Shake that ass for me. Shake that ass for me. Come on, girl, shake that ass for me. Shake that ass for me. Oh, girl, shake that ass for me. Shake that ass for me. Come on, girl, shake that ass for me. Shake that ass for me. მეგობრებო, ამით ჩვენი ვიდეო მივახო და დასასრულს. მინდა ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ წამოვიდნენ და დღეს ჩვენთან ერთად დრო გაატარეს და ასევე თქვენ მადლობა რომ უყურებთ ამ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ხალხი და მინდოდა კიდე ბიჭებისთვის გამესინჯებინა Lit Energy, რავი თუ აქვს გასინჯული და გასინჯული. აი ეს სალიმან რა ყველაზე ისეთი გემო არის რა ყველაზე დონე გემო და რავი თუ გაგისწორდება თუ არ მოგეწონება ეგეს თქვი რა თუ ზამბე არა გემრიელი ხო შო ამით კი დასრულდა მეგობრებო ჩვენი ვიდეო გაკოცეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ ჩემი არხი უკვე Instagram-ში 32,000-ზე ვართ სულ მალე 40-ზე წავალ და
მომავალ შეხვედრამდე.